მე მაგალითად არა ვარ ევროპელი. და უფრო მეცაც ვეთქვი ღმერთმა დამიფაროს, იმიტომ რომ ადამიანმა არ უნდა ეცადოს იყოს ის, რაც არ არის. და არ არის ეს ჩვენი ობიექტურად რომ ვიღაცამ ამას შეხედოს. ეგ ეგრე არის. ჩვენ ვართ ევროპასა და აზიას შორის, ჩვენ ვართ კავკასიელები. ჩვენი კულტურა შეიძლება ორივეს ელემენტებს შეიცავს, მაგრამ რო თქვა რომ საქართველო ევროპული ქვეყანა, ანუ არ არის ეგ სიმართლე. და როდესაც საუბრობენ რომ ევროპული ცხოვრების წესი და საქართველოს ევროპასთან აქვთ ორნაირი შეხება. არის რაღაცა მცირე ჯგუფი, რომელიც თბილისის რაღაცა კონკრეტულ რამდენიმე უბანში ცხოვრობს, რომელიც არის, ასე ვთქვათ, შთამომავალი სხვათა შორის საბჭოთა ელიტის, რომლებიც ახლა ევროპაში დადიან ბოდიშ მომთხოვია სლენგისთვის და საგულაოდ და საკმაოდ მცირეა მაგ ადამიანების რაოდენობა და არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ევროპასთან და ევროპელობასთან შეხება აქვს როგორი, ანუ მიდის იქ, მუშაობს, წელზე ფეხს იდგამს, რომ აქ ოჯახი გამოყვებოს და კარგი რაც მოხდა ბოლო რაღაცა ეგ ცუდი არის თავისთავად რომ აქედან ხალხი იქ მიდის ლუკმაპურის საშოვნად და ძიმე მოვლენა არის და იმედია გვეღირსება ისეთი მდგომარეობა რომ ქართველი საქართველოში ღირსეულ სამუშაოს იპოვის, მაგრამ ამ მოვლენას ერთი პოზიტიური ასპექტი ის აქვს რომ ადრე როგორ იყო იცი ვიღაცა ევროპაში რო იყო ნამყოფი იქიდან ჩამოდიოდა და რაღაცებს ყო ეს იცი ევროპაში ნამყოფი ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა იქ ნახა თავისი თვალით აღარ ჭირდება რაღაც ღაპრების მოყოლა და იციან რომ შენ რაღაც ჰოლივუდის ფილმში ან რაღაც ფრანგულ კინოში რომ პარიზს გაჩვენებენ ეგ არის რეკლამა კაცო და იქ პარიზში მართლა რო ჩავიდა ვიღაც რომში რო ჩავიდა იტალიაში და რო ნახა რომ აი ტურისტულ ზონას რო გაცდები იქ ხალხი როგორ ცხოვრობს რამდენი წვალება შრომა უწევთ და აღმოაჩენს რომ შეიძლება ბრიტანეთის დედაქალაქში ლონდონში ბევრად უფრო საშიში იყოს ღამით გარეთ სიარული ვიდრე თბილისში რომ ვიღაც შეიძლება დაგხვდეს არც ისე ასე ვთქვათ ინგლისური გარეგნობის და წარმომავლობის ადამიანი მოდი ესე ვიტყვი და დანადაგარტყას და გაგძარცოს და მაგის შანსი იქ უფრო მეტია ვიდრე აქ და ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლეს ქართველებმა უკვე ევროპაზე სინამდვილეში ეგ პოზიტიური მოვლენაა იმიტომ რომ ეს ევროპა რაღაცა მანათობელი რაღაც მითიდან გადაიქცა რაღაც ყოველდღიურ რეალობად, რომლის მიმართაც საკრალური დამოკიდებულება აღარ აგვაქვს და ეგ მერე გამოიწვევს იმას, რომ პრაგმატულად ხალხი დასვავს და სვავს უკვე კითხვას, რომ ამ ევროპას რო ყვირი ხართ კაცო გავიგეთ ხა, აი კონკრეტულად მითხარით, ეგ ევროინტეგრაცია ჩემ ოჯახზე როგორ აისახება, ჩემ ჯიბეზე როგორ აისახება და რაც თავარია ჩემ უსაფრთხოებაზე როგორ აისახება. თუ ეხლა მაგაზე პრაქტიკულ შედეგს მე ვერ ვიღებ, ხო? ეგ თქვენი евро რაღაცა ფილმი გადავიღეთ და ვენეციის კომისიამ რაღაცა რეკომენდაციები გამოგვიგზავნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მიშა გამოუშვით თან გარეთ, აღარ არის ეგ იმ წონის და იმ ძალის მატარებელი ადამიანებისთვის, როგორიც იყო 10 წლის წინ. 10 წლის წინ ადამიანები რო კამათობდნენ, ერთ-ერთი რაღაცა სუპერ არგუმენტი იყო, რომ ევროპაში ეგრე არის. ეხლა აღარ არის ევროპაში და იყოს კაცო არ მაინტერესებს შენ ამიხსენი ჩემთვის რატო არის კარგი თორე ევროპაში ბევრი იდიოტობა არის არ არის ყველაფერი კარგი ევროპაში რაღაცა კარგია რაღაცა ცუდია და შენ ამიხსენი ეგ ჩემთვის რატო არის კარგი ამიტომ მაგას კალხარცერი და ფილმები